ქალაქი მოქალაქე, ეროვნებით გლაზი, მიწათმფლობელი აზნაური, ბატონი არზნევ მუსკია. არზნევ მუსკია? მუსკია. ასეთი კლიენტი არ მახსოვს. შემოიდეს. ვექილი თავადი ხურციძე. გთხოვთ, დაბრძანდით. ზად ვარ გემსახუროთ? მე ყურადღებით გისმენთ. ბატონო ირაკლი, მე ისეთ საქმეზე ვარ მოსული, რაც თქვენ თვითონ და რაც თქვენ კანტორას რომ არ გაუკეთებია, ალბათ. ამ საქმეზე ვერ იწვევს კაცი საქმეაო. ბატონმა გოგიწულაძე მომასწავლა თქვენთან. სახელი არ ვიცი მე იმ საქონლის ყიდვა რომ მინდა. ალბათ დროს ტარება ქვია, კეიფი, თამაში. ქალის სიყვარული. რა ვიცი რა გითხრათ კიდევ. გამიგეთ ალბათ. ისე კაცმა რომ თქვას, თუ ნივთიერი ღირებულების შეძენაში ვეხმარებით კლიენტებს, სხვა სახის ღირებულებათა შეძენაში რატომ არ უნდა ვეხმარებოდეთ? ოღონდ ეს კია ამგვარი საქმის წარმოებაში არავითარი გამოცდილება არ გამაჩნია. თვითონ როგორ ხედავთ ამ საკითხს? რა უნდა მოვიმოქმედო, რომ თქვენ სრული დაგეკმაყოფილოთ? მოფიქრებული მაქვს ეგ. რასაც თქვენ ყიდულობთ სისმარე დღეს, იმის ყიდვა მინდა მეც. დავდებ ფულს წინასწარ. წინასწარ მისთვის რომ კაცმა არ იცის რა დაჯდება ის ჩვენი შენაძენი. სადაც თქვენ წახვალთ წამიყვანეთ მეც. ვისთანაც ატარებ დროს გამაცანით ის ხალხი. თუ თვითონ არ გცალიათ, ან გული არ მოგიწევთ ჩემსკენ, მაშინ მომიჩინეთ ვინმე კაი წესიერი და შესაფერი კაცი და მან იკისროს ჩემი სურვილის დასრულება. არ დაგიმალავთ და თქვენმა წინადადებამ დიდად დამაინტერესა. ოღონდ არსებობს ერთი შემაფერხებელი გარემოებაც. ადამიანები დროს მეგობრებთან, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, სასურველ პირებთან ატარებენ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დროს ტარება ძალადობად იქცევა ხოლმე. თქვენ მე მომწონხართ. ოღონდ ეს კი არ ვიცი, თქვენ მოგეწონება თუ არა ჩემი საზოგადოება. ახლა მეორეც ცოტა არ იყოს ცუდად მაქვს წარმოდგენილი, როგორ ჩვენ დრო ერთად უნდა ვატაროთ და ხარჯი კი თქვენ. ჩემმა სტუმარმა გასწიოთ. ხარჯს თქვენ გაწევთ ჩემო ბატონო. დაივიწყეთ რომ ფული ჩემია და ხარჯეთ როგორც გენებოთ. მეც მომწონხართ სიმართლეს ვლაპარაკობ და თვითონაც ვესწრები კაი მეგობრობა გაგიწიოთ. ერთია კიდევ. ჩვენი გარიგება საიდუმლოდ უნდა დარჩეს ყველასთვის. აუცილებელია ეს. სხვებისთვის მე სტუმრად ჩამოსული თქვენი მეგობარი უნდა ვიყო. წავალ მე. მოუფიქრებლად პასუხს ვერ მომცემთ და ნაჩქარავი დასტურიან უარი არც მე მინდა მივიღო. როდის გიახლო თავადო კიდევ? ხვალ ბატონო არზნევ. ასე 4 საათისათვის.
მაპატიეთ, არ მოგეგოდით, გრაფ. რას გითხულობთ, მუშნი? საინტერესო რამ არის, გრაფ. ვლადი კავკაველი ექიმის სპადოვსკის პროკლამაცია გახლავთ. ეს დოკუმენტი თერგის ოლქის ჟანდარმერიის ხმების გამავრცელებელი სამსახურის საქმიანობას ააშკარავებს. და ჰქვია, აი როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. იწყება პასკვილური პროლოგით და მთავრდება რევოლუციური მოწოდებით. პატიოსანო ადამიანებო, ნიღაბი ავხადოთ ძირგამომპალ ცარიზმს. გადაწერეთ და გაავრცელეთ ეს დოკუმენტი. საიდან იცით, რომ იმ ექიმის შეთხზულია? ორი კვირით ადრე დედაენ თვით სპადოვსკიმ ჩამოიტანა კავკავიდან და გადასამრავლებლად დაუტოვა ქალბატონ ანა ლუკინიშნა გილერევიჩს. ეს ქალი ჩვენი აგენტია, თუ გახსოვთ, გრაფ. საინტერესოა. დამაფიქრებელი უფროა, გრაფ. ნაჟიქით. მუშნი. სეხნიევი არ ცხრება. ეს უკვე მეფის ნაცვალსაც აღიზიანებს. რა ვქნათ, ვისხდეთ ასე გულხელდაგრაფილი და ველოდოთ სანამ აგვაფეთქებს. პოლკოვნიკი მხილების იდეა ფიქსით არის შეპყრობილი, გრაფ. მან ფსიქიატრებიც ვერაფერს გახდებიან. ჩემის აზრით, ამჟამად არ არსებობს ისეთი სვლა, რომელიც მის პერსონაზე და მაშასადამე აუგუსტეს ოჯახზე იერიშის მიტანა დარჩა-გვეთვალოს. 20 საჭირო, იქნებ თვითონ ჩაიდინოს რაიმე სისულე. გუნხდატალობას მერჩევთ? დიახ, თქვენ ბრწყინვალებო. ეგრე იყოს. სხვა გზა მართლაც არ აჩანს. ამ საკითხზე ფიქრი ალბათ კლავაც საჭიროა. მაგრამ მეკითხავთ, რაც არ უნდა მოხდეს ჩემთან შევთანხმდათ, თუ რაფერს იღონებთ. სიტყვას გაძლევთ, გრაფ. ოღონდ არის რა მართულებით ვიფიქროთ. სეხნიევის განიარაღებაზე თუ იმაზე, რომ პოლკოვნიკს სახელმწიფო წისქვილების, ან თქვათ, საროსკი პოეტის ზედამხედველობა დაავალონ. არჩევანიც აგაქვთ? ვითარებაზეა დამოკიდებული, გრაფ. კეთილი. ხვალდილით სანადიროთ მივდივართ. მეფის ნაცვალი, ჯარების სარდალი, მე და თქვენ. რატომ მოესურვათ ასეთ მაღალ პერსონებს ჩემი თანხლებით ნადირობა, გრაფ? ხანდახან ზოგიერთი საკითხის განხილვა სამსახურებრივ ვითარებაში მიზანშეუწონელია. გელოდებით, მუშნი. ხო, მალე მოგილოცავთ დანიშნოს კონტრდაზვერვის უფროსის პოსტზე. ქალბატონი ნანო თავყელიშვილი შირერისა. ახლავე მოვალ. ერთი წუთი. ქალბატონ ნანოს ვახლავარ. შეიძლება? მობრძანდი. დაბრძანდი. თუ ეწევი, ინებე. არა, ძალიან იშვიათად ვწევ. მაშინ წევ, როცა ძლიერ კარგუნებაზე ვარ. გამოდის რომ კარგუნებაზე იშვიათად ხარ ხოლმე. აბარა, ყველა ასე არ არის. ინებე. რაზე შეწუხებულ ხარ, ნანო? თუ საქმეზე შემოგეთვალა და თავად გიახლებოდი. სამოფირაკლი. ამ სახლიდან საიდუმლო ხომ არ საიდგაჟუნავს. ჩემს კარადაში 200-მდე საიდუმლო ინახება. ისე იმ ოთახში ჩემი უახლოესი მეგობარი, ლაზი აზნაური არზნე მუსკიასის. მიხურო კარები. თუ ის ბატონი შენი უახლოესი მეგობარია. განასულ ერთი არ არის, ჩემგან გაიგონებს, თუ ჩემი წასვლის შემდეგ შენგან გაიგებს ჩვენი საუბრის შინაარსს. გისმენ, ნანო. კონსულტაცია მჭირდება, ირაკლი. შენ ამჟამად ჩემი მესაიდუმლე ხარ. ორნი ხართ მესაიდუმლეები, შენ და ის თურქი აზნაური. ლაზი აზნაური.
ხო, შენ და ის ლაზი აზნაური. არსად გამიგონი ახსენებას ორი მღვდელი ერთად ისმენდეს. მოგეხსენება წელიწადში 6 თვეს მე და ჩემი ქმარი ზაქათალაში ვცხოვრობთ. პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. იქ ერთი პოლიციის მოხელეა, გვარად ვეტროვი. დავწმუნდი, რომ ჩემს მიმართ ერთობ მახვილცნობის მოყვარეობას იჩენს. ისიც ვიცი, რომ პოლიციის მუნდირს ამოფარებული საგანგებო დავალებათა ჟანდარმია. რადვილად გასწირე? რა გავწირე? საიდუმლო. არ გეშინია? შიში საერთოდ არ ვიცი. სრულიად და ყოველმხრივ თავისუფალი ვარ. შიშის გრძნობას ვძლია. კაცთა მოდგმის დასაბამიდან დღემდე სადგივარი გადაგიწყვეტია. თუ მეტყვი როგორ მოახერხე დიდად მადლიერი დაგრჩები. არასოდეს და არაფერზე არ ვეუბნები უარს საკუთარ თავს. ყველა სურვილს ვისრულებ. ამას განხორციელებულ თავისუფლებად ვთვლი. შიშის გრძნობას ვძლია. გასაგებია. ირაკლი უნდა მირჩიო. როგორ დავიჭირო თავი, რა უნდა გავაკეთო? როგორ მოვიქცე? გააქვს საფუძველი იფიქრო, რომ ჟანდარმერია საინტერესებდა შენი პიროვნება. ჩემი დანაშაული კანონის მიმართ იმაშია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 2 დევნილი შევიფარე. შენა და შენი ლაზი აზნაური პირველი ხართ, ვისაც ეს საიდუმლო გავანდე. მას საიდან და რა უნდა იცოდა ჟანდარმერიამ? მე გავიმბოძეთ ხალბატონო, მესმის მაინც ყველაფერი და მობრძანდით უკვე სულ ერთია. არზნო მოსკია. ნანო თავყელიშვილი შირერისა. მე თქვენ მინახი ხართ. სად მინახი ხართ? მომაგონდა. მაგრამ გვარი არ ემთხვევა. ცდება რაღა თქმა უნდა. ის კაცი, ვისაც მე ვიცნობ, აბრაგია. შენ რა ყაჩაღებსაც იცნობ? ვატყობ ფართო კონტაქტები ქონია დამნაშავეთა სამყაროსთან, მშვენიერო ქალბატონო. საკმაოდ. რა ქნა ასეთი იღბალი მაქვს? დაბრძანდი არსნევ. შიშის გრძნობას ვძლია ვბრძანეთ. შიში 1000 რაიმე შიში შეიძლება კონდეს ადამიანს. რის შიშის გრძნობას ვძლიეთ? როგორ არის ეგ? შიში საბოლოო ჯამში მხოლოდ ერთი არსებობს. სიკვდილის შიში. მისგან ამომავალ თავკერძობას მოაქვს ის, რასაც ჩვენ ბოროტებას ვეძახით. თავისუფლებას სიკვდილის შიშის დამარცხებასთან როგორ ხალხავშირებ? მაგადული გასაგებია. თუ შიში არ გაქვს, მაშინ არც გზღუდავს და გბორკავს რამე და რასაც გული კარნახობს, იმას ჩადიოდა იქნება ყოველთვის. ეს არის თავისუფლება. ის ქვიშენ, რის ძლიო შიშს კაცმა, თუ განგებას ამის უნარი არ მიუწია მისთვის. სიკეთით ბატონო არსნე. სიკეთე სხვათა კეთილდღეობისათვის საკუთარი ინტერესების გაწირვის. სხვერპლის გაღების უნარია. ხოლო ამ ღირსების მქონე შეუძლია თავის არსებაში სიკვდილის შიშს ძლიოს. თქვენ რომ ბრძანეთ ქალბატონო, მასეთი რწმენის კაცი თითქმის ღმერთობამდეა მისული. მაგრამ სიკვდილის მასაც ეშინია მაინც. ამ ქვეყნიდან ვალმოუხთელი არ წავიდეო. აი ამის ეშინია. საოცარია, მაგისთან ხალხი არ ცეკოდებიან, ვიდრე თავიანთ მისიას ბოლომდე არ ამოწურავენ. ეს ხომ სიკვდილი არ არის. მეორე სიცოცხლის დასაწყისია. მათი მხოლოდ ვინაობა შეიძლება დაიკარგოს. მათ მიერ ჩაგდებული თესლი კი ნაყოფს ისხავს და უსასრულოდ მეორდება. ეფემია წინამძღვარმა მითხრა, ერთხელ იყო. ლამაზად ლაპარაკი უყვარს ეფემიას. ბოლომდე დამწვარი სანთლის ნაღვენთი შვილო, თავისთავად მშვენიერება და იმ მშვენიერებასაც გვაგონებს, რბილად რომ ციმციმებდა, მაგრამ წყდიადის შემანგრეველი ძალა რომ იყო. როცა ზლია კეთილმან. მართალი, მაგრამ
ეგ სიმართლე ჩემთვის იქ თავდება, სადაც კაცი თავის თავს კითხავს სიკეთე რაო. მაგის გართულება არ შეიძლება. სადაც უბრალოდ უნდა გაეცეს პასუხი. მადლი ჰქენი, ქვაზე დადე და შედეგს არ დაელოდა. წადი სხვა მადლი ჰქენი. სიკეთეც ეს არის და მისი თესვის აუცილებელი პირობაც. წინადადება შემოაქვს ერთად ვისამხლოთ. თუ ნანოც დაგვიმშვენებს გვერდს, სინდის ფიცავარ იმ შენს ჟანდარმსაც მოულით და თანახმავარ. ლაზო, გამომართვი და გამივცქვენი. მომწვალო. მე გაგიფცვნე. როდის ვიხდი ქალბატონ? ანდილოსნად დაყოფნას არ ვარ ჩვეული და მცდებას აქციელი ხანდახან. ვახტანგ, რა ხნის ხარ შენ? ეს ეგრე 8-9 წლით უმცროსი ვიქნები. რა პატარა ყოფილ ხარ კაცო, რა პატარა. ალბათ მეტით, ბატონო ვახტანგ. მე 36-ისა ვარ. ხალი საქმე ეგეთია. მოქარგული ენა გქონდეს და გინდ ხელდაუბანელი იყავი, ვაშტს მაინც შენ გაგათლევინებს. ხალხო, იმ სიყვარულისა დაულიოთ. გახურ მრავალზე მიერში რომ ღერიან და მტრობით დანგრეულს რომ აშენებს. ტრობი დანგრეულს, ტრობავი აღადგენს, სხვა ვერაფერი. დანგრეულის აღდგენას, წართმეულის დაბრუნებას, ხოცვა, ჟლეტა. ტრის განადგურება უნდა. სვანაირად არა გამოარა. ეგენი სიძულვილს შეუძლია და არა სიყვარულს. რათა კაცო? გამარჯობათ ბატონო. მოგის გაუმარჯოს. სამშვიდობისა ქალბატონო. შემოგიერთებით თუნებას მომწონს. დავდადე თუ. სიზმარია დღევანდელი დღე. ჩემო ვახტანგ. დაუშვად მოვიდა მტერი. გაგითელა შენი მოდმით ნაკარნახევით ცხოვრების წესი. შეგიგინა სარწმუნოება. ცხადია ამ კაცს კლავ. მაგრამ მიტომ კი არ კლავ რომ გძულს. უპირველესად ყოვლისა იმიტომ რომ გაგითელა, შეგიგინა, წაგართვა ის რაც გიყვარდა. შენი წინააღმდეგობა სიყვარულიდან იწყება. სიყვარულიდან მოდის მსხვერპლის გაღება, თავგანწირვა და ისწლება მოსილება წართმეულს რომ დაგიბრუნებს. ჩვენი მამა-პაპა უმრავლეს შემთხვევაში იარაღით ხვდებოდა მტერს. დღევანდელი ქართველი არის ხომ თავისი მომავალი თაობების მამა-პაპა და რა დაუკრეფია გულხელი ნეტავით. გადაგვარდა, დაჩიავდა ხალხი. ჯინჯილებზე და ფოჩიან კამფეტებზე გაიყიდა. ეგრე უბრალოდ არ უნდა იყოს საქმე, ბატონო ვახტანგ. როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს გადაგვარება? სიყვარული დაკარგა ხალხმა. თავისუფლების, სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის სიყვარული. სამწუხაროდ ქალბატონი ნანო მართალია.
მაგრამ მე ცოტა სხვანაირად შემოვატრიალებდი მაგას. ზნეობა დავკარგეთ. ზნეობა. ესა თუ ის ერი სახელმწიფოს ვერ დაარსებს. თუ ამით კაცობრიობას სამსახური არ გაუწია. საერთაშორისო ფუნქცია. მსოფლიო ისტორიული მისია საჭირო. ქართველთა სახელმწიფოს შექმნასა და არსებობას იმან ჩაუდგა სული, რომ ქრისტიანობისათვის განაპირა გოდოლის როლი ვიკისრეთ აღმოსავლეთში. მეორეს მხრივ ირანისა და ბიზანტიისათვის იმ ძალად ვიქეცით, რომელსაც ჩრდილოელ მომთაბარეთა სამხრეთული ლაშქრობების დაკონტროლება შეეძლო. სახელმწიფოს შექმნამ სტაბილურობა მოიტანა და ჩვენს მიწა-წყალზე დიდი სავაჭრო გზები გაიდო. განვითარდა ეკონომიკა, რომელმაც აზიურ აღებმიცემობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ასეთი მსოფლიო ისტორიული მისიის აღსრულება გამუდმებულ ომებსა და თავდაცვას ნიშნავდა და სახელმწიფოც საომარ ყაიდაზე ჰქონდა მომართული. პიროვნება, მოქალაქემ, ერის ფუნქცია, სახელმწიფოს მისია გაიმეორა. ომი ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა. ცხოვრება თქო. ცხოვრება ხომ სულიერი და ხორციელი სარჩოს მოპოვების პროცესია, ხოლო ზნეობა ამ პროცესის მომწესრიგებელი ძალა. შეიქმნა ვითარება, როდესაც სახელმწიფოსათვის რაიმეს დაშურება საკუთარი სიცოცხლისათვის დაშურებას უდრიდა. ამიტომ დამკვიდრდა ზნეობრივი პრინციპი. ჯერერსა და სახელმწიფოს, რაც კი რამაბადია. და შემდეგ ვიღებ მისგან იმდენს, რამდენსაც ბედი მარგუნებს. აი, რა დავკარგეთ. თუ სამშობლოს დაცვის, სახელმწიფო შენახვის პირობა სიყვარულია, მაშინ ქართველებს და მსგავსი ისტორიის მქონე სხვა ერებს ცხოვრების ფუძედ საძირკვლად სიყვარული ქონიათ. სიყვარულს უშენებია მტრობით დანგრეული. ბატონო სანდრო, თქვენ ერთობ საინტერესოდ განმარტეთ ის, თუ რა დავკარგეთ. სიამოვნებით მოვისმენდი თქვენსავე აზრს იმის გამო, თუ როგორ დავკარგეთ და რანი ვართ დღეს. დიახ, მზად ვარ. მამაო ჩვენოსავით ვიცი. დავიწყო ელიზბარ. მიდი სანდრო, მიდი. საუბარი მაინც შეგვჭირს. ვინც ხვალ ცოცხლები ვართ. ფუნქცია. სოფლიო ისტორიული მისია დავკარგეთ. სლავთა სამთავროების გაძლიერებამ სამხრეთის იმპერიებს ჩრდილოეთის მომთაბარე ტომების შემოსევათა საშიშროება მოუსპო. ბიზანტიის იმპერია დაემხო და მართლმადიდებელი სამყაროს იდეოლოგიური ხელმძღვანელის როლი რუსეთმა იკისრა. ზღვაოსნობის განვითარებამ დიდი სავაჭრო გზები წყლებზე გადაიტანა და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ ქართველთა სახელმწიფოს დანიშნულება გამოეცალა. ქართველი ერის ცხოვრება ფიზიკური არსებობის შენარჩუნების პროცესად იქცა. ამ პროცესმა თავისი ზნეობა გამოიმუშავა, თავკერძული ელემენტებით უხვად შეზავებული ზნეობა, რაც მრავალრიცხოვან დამპყრობთა მოსაგერიებლად უვარგისი იყო. ქართველი ერი სულიერად გადაიღალა, ხორციელად განადგურდა. გამოსავალი ერთადერთი აღმოჩნდა და დასავლურ კულტურასთან პირდაპირი კონტაქტის უძველესმა წყურვილმა ახალ ფორმაში ჰპოვა განხორციელება. ევროპის უდიდესი სახელმწიფოს ნაწილად ვიქეცით. რუსეთთან შეერთებამ გაგვანთავისუფლა ომებისაგან, ლეკიანობისაგან, ბაგრატიონთა დინასტიისაგან და გადასახადებისაგანაც კი. ქართველი კაცი უამოცანოდ დარჩა. ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს. 100 წელიწადია ვბალახობთ. ჩვენი ფუნქცია ვჭამოთ, ვსვათ, შვილები ვზარდოთ. აი ჩემი აზრით ასე დავკარგეთ, ქალბატონო ნანო. ხოლო რანი ვართო რომ მკითხეთ,
უდიდეს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უნდა მოგახსენოთ. საშოვარს გადაგებული, გათითო კაცებული, ყოფილი ერი. დამისხით მეც უნდა ვთქვა. დამისხი ლაზო. Профессионально наливает. Он что, из официантов? Нет, ваше благородие. Сиятельство! Да? ბატონო ვახტანგ. სიმართლეს ვიტყვი, ვერ შევძელი ხუმრობად მიმეღო ეგ. ვერ მოვერიე თავს. მაგრამ პატიება შევძელი მაინც და ნუ არ გვექნება წყენა ერთმანეთთან. თქვათ და არ გეპატიებინა. ნეტა რასიზამდე. გააჩნია რა შემომთავაზებდით ბატონო. დუელი რომ შემომეთავაზებინა? არ მივიღებდი გამოწვევას. უსინდისობა იქნებოდა ჩემგან ის. ვითომ რათაო? დიდი უპირატესობა მაქვს ძალიან. ამიტომ სულ დავწუნდა თქვენს უპირატესობაში. მოიცა ირაკლი. მომეცი არახი. ქალბატონო ნანო, აქ არაფერი მოხდება ისეთი, მაგრამ ბოდიშს ვიხდი მაინც. სად შეულობს ეს კაცი ასეთი იარაღს? დამიზნება არ ჭირია, თვითონ ხდება დალოცვილი. შენი იყოს ეგ. საოცარი სროლა გწოდნიათ ბატონო გოგი. არაფერი ისეთი უკეთესიც არის. როცა ჰაერში ორშაურიანს ააგდებენ და უკან რომ აღარ დაბრუნდება, ისაა უკეთესი. აგერ ლას შეუძლია ეგ 10-დან 9-ჯერ. დაჯეგაც, რას დაყუდებულ ხარ? ჭკვიანად იყავი. ემაგ ჩუბინობას საჯამბაზოდ თუ გამოიყენებთ ერთიცა და მეორეც, თორემ? თორემ? საქმე ზო რომ იდგეს, მე გაგიმეტებთ. თქვენ ვერა, დედლები ხართ. ნახეთ. არავინ იფიქროთ. ვახტანგა შალითურ სიკვდილისას სხვენიო. იცი რას გეტყვი? კოკა წყალზე ტყდება და ერთხელაც იქნება ეს ხუმრობა თავის ქალას აკრდის. ხელი! ვახტანგ! ვაი, საცოდაო საქართველო, საით მიდიხარ.
გაბატონო ნანო. არზნე. ნანოს გოხმერთ მან. ასე მგონია რომ ჩვენ დაბადებიდან ვიცნობთ ერთმანეთს. აბა მე გეტყვით ერთს. რაღაც სულ სხვანაირი პატივისცემა მაქვს თქვენი. და თქვენობით რომ მაგმართავთ სიამოვნებ ძალიან. ეს ცალკეა და თქვენ თუ პირდაპირ დამიზახებთ არზნებს ან ლაზო თქვა და შენობით თუ მომმართავთ, მეგობრობად მივიღებთ მაგას და ერთიურად გამახარებს ასეთი ურთიერთობა თქვენთან. ასე ეჯობებს ნამდვილად. და სათხოვარის არის შენი ეს, უარი არ მითხრათ, გთხოვთ ძალიან. ლაზო, მე ვიცი ვინც ახარ. ჩვენა დედოფალო. მე თვითონ არ ვიცი ვინ ვარ. არც თქვენ გეცოდინოთ იქნება. გთხოვთ? გამარჯობა გრაფ. გამარჯობა თავად. სასიამოვნოა თქვენი ხილვა. მობრძანდით გრაფ. გთხოვთ? უგაცრავად ქალბატონო ნანო. გრაფის ეგედი იცი ვინ არის? კი ვიცი. აქ არის. სად? ირაკლის ესტუმრა, იხდის. აქედან წასვლა შეიძლება. მერე? როგორ თუ მერე, კაცი ირაკლი ხურციზის პურვანიზე არაა მოსული. რაღაც ამბავია აქ. ჩვენს გამოა მოსული მე აქ. შევიდეთ უნდა. ბატონი სანდრო კარიძე, ბატონი გოგი წულაძე, ბატონი არზნევ მუსკია. დასხედით ბატონებო. გთხოვთ? გთხოვთ? მადლობ თავად, სწორედ მაგის ათხოვნელად გიახელით.
რის სათხოვნელად თქვენ ბრწყინვალება? ამ მეგობრულ ხენზე დასწრების უფლება მინდა და მეთხოვა. გარწმუნებთ არაფრით შეგზღუდავთ. თხოვთ. ბატონო დათა თუთაშხია. გამოგიტყდებით. ჩემთვის გაუგებარი და მოულოდნელია. რატომ არ ისარგებლეთ შემთხვევით და აივნიდან არ წახვედით? ეს თქვენთვის ძნელი არ იქნებოდა. არ შეიძლებოდა თქვენო ბრწყინვალება. მე რომ წავსულიყავი, ჩემს მეგობრებს პოლიციაში სიარული მოუწევდათ ეს ერთი. მეორე, აგერ თქვენ ახევარია თბილისში ვარ მე და მესამე დღეს თქვა არ ვიტყვი, მაგრამ მე-20 დღეს ხომ იცოდა ჟანდარმერიამ ეს. ყველგან შეიძლებოდა ჩემი დაპატიმრება. მესამეა და როდეს იყო თქვენ ხალხ თანამდებობის კაცები? აბრაგის დასაჭერად დადიოდნენ თვითონ. ისე თუ სამტროთ მოგრძანდით, აივნიდან წავალ თუ ბინაში დავრჩები, შეიარაღებულ კაცებთან შეხვედრა მომიწევს მე. გავბედავ თქვენო ბრწყინვალება 10 ასეთი შემთხვევიდან 7 ჩემია და 3 მხოლოდ თქვენი. არ წავედი აგერ ვარ და უეჭველად თქვენი სამი რატომ უნდა გამართლდეს ნეტავი. მართალია. ჯერჯერობით 100 შემთხვევიდან 100-ვე თქვენია, ბატონო თუთაშხია. მაგრამ მე რატომღაც უფრო ფრთხილი მეგონეთ. ელიზაბეთ ბატონო. დაგვალებინ ერთი სტუმრის სათხე გრძელო. თქვენი სადღიგრძელო იყოს, გრაფ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მომართლეთ ბატონო. იცოცხლეთ გრაფ. მადლობთ. გაგიმოწ. თქვენი სტუმრობის ნამდვილი მიზანი გრაფ. მესამე ჭიქის შემდეგ უნდა გაგვანდოთ. კავკასიის მეფის ნაცვალმა ბოროტმოქმედთა მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულის პატიებისა და მოუხელთებელ დამნაშავის შერიგების უფლება მიიღო. ეს ვრცელდება იმ პირებზე, ვინც მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდება და არა მათზე, ვინც პატიების კუჯარს ახალი დანაშაულისათვის გამოიყენებს. კავკასიის მეფის ნაცვალს მე უნდა ურჩიო. შეიძლება თუ არა ბატონ დათა თუთაშხიას შემორიგება და მოვალე ვარ არ შევწდენ. სწორი აზრის გამოსათანად ბატონ თუთაშხიას ხელდანიანი საქმეების გადათვალიერება ვერაფერი შვილია. აქ პირადი კონტაქტია საჭირო. რაც 16 წლის მანძილზე ვერ მოვახერხეთ. ჩვენთვის ცნობილი შეიქმნა თქვენი დღევანდელი შეკრების ადგილი და დრო. ვისარგებლის შემთხვევით და გიახელით. არ მესმის. ეგოდენ მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა ხინის პირობებში როგორ უნდა შეძლოთ თქვენ ბრწყინვალება? საათი-საათნახევარი განასაკმარისი არ არის, რომ ამა თუ იმ ადამიანზე გარკვეული წარმოდგენა შეიქმნათ. განავერ დაადგენთ თავადო. იქნება თორე ის კაცი საზოგადოებისათვის უფრო საშიში. შემორიგების შემდეგ ვიდრე შემორიგებამდე იყო. აქ სხვა არაფერია საჭირო. საინტერესო ხერხი გწოდნიათ გრაფ. გისმენთ. მე ბევრს არ გთხოვთ. შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ეპიზოდს ბატონ დათა თუთაშხიას განონგარეშე ცხოვრებიდან. განსაჯოთ იგი და ყველაფერი გაირკვევა. რა აზრის აბრძანდებით ამაზე? ყველაფერი? ვნახოთ და ეგ ერთადერთი ეპიზოდი უარყოფითი დასკვნისათვის გამოდგეს. რა ვქნათ მაშინ? სრულიადაც არა. ეჭვგარეშეა ყოველი შემთხვევა ნებისმიერი ეპიზოდი, რომელსაც კი მე მოვიყვან თქვენი მეგობრის ცხოვრებიდან აუცილებლად შეიცავს საკმარის მასალას, როგორც ბატონ დათა თუთაშხიას სასარგებლოდ, ისე მის წინააღმდეგაც. კეთილი და პატიოსანი. ეგრე იყოს. ბრძანეთ ბატონო. გისმენთ თქვენ ბრწყინვალება.
ბატონი დათა თუთაშხია ერთღამეს მივიდა ვინმე ზარნავასთან, რომლის მასპინძლობით იშვიათად სარგებლობდა. უნდა მოგახსენოთ, მასპინძელმა რამდენიმე დღით ადრე იცოდა, რომ მასთან დათა თუთაშხია უნდა მისულიყო და მივიდა თუ არა. მეზობელს ნიშანი მისცა. წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი. მეზობელი გაიქცა. ორიოდე ვერსის მოშორებით დაბინაებულ რაზმს აცნობა თუთაშხია ზარნავასთან არისო. ჭიშკარ გამოიარა ვიღაცა. ორი კაცია მანდ. არა. სამი არიან, სამი. გამარჯობა გიჩი. გამარჯობა. მალე. ვინ არის მაგ? მეგობარი კაცია ჩემი. სანდო კაცი. იცნობდეთ იქნება თქვენც. თვითი გვაქვს მოტანილი ჩვენ გიჩი. კაცები მახლავს ორი. მოგზანდით. მოგზანდით და შემოიტანეთ. გამარჯობა. გამარჯობა. რა არის ეს? დათა თუთაშხია არ ხარ შენ? გამარჯობა შენ დათა ძამია. ხო? ნიკიფორე. არა შევიალარკიას ხო? არა, შენი საშველი. სტამბა იქნებ, ისე ვატყობ მე, ჰა? სტამბა. გავკვდი დაწელში ამოხარ მამა. გიჩი. სხვა გზა არ იყო თუ არა? არ მოგაყენებდი კარებზე ამ შარიან საქმეს. იცი არის შენ. წევიღებ ამას მე. დღეს ორს. ხო, აგერ შევინახოთ. აგერ შევინახოთ და ხო. მიდით. იქით, კუთხეში გადაწე, კუთხეში. ხო. ხო. ეგეც იქით. ხო. ომი და საჭმელი აგერ. დაბზანეთ, გეშიებათ ალბათ. დავზედავ ჭამა ჩვენს. დათა თუთაშხია ნავახში მეუყვე. სანამ ჩვენ შევჭამდეთ, წავა თავის გზაზე ალბათ და ჩვენ წავალთ ვერე. თქვენზე ადრე არ წავალ მე ნიკიფორე. რიზა? ჯერ რომ მე წავიდე და თქვენ რომ ერთ საათი ვახშმოთ აქ. აქ ყვათ იქნება ვინმე და სრულად აუბედურება რომ გამოვიდეს, ვის უნდა დაბრალდეს ნეტა ვის? შენ არ იფიქრებ ჩემზე ცუც, არაფერს ვიცი მე ეს, მაგრამ ისეთების გამოინახება ხმას რომ დამიყრიან დათა თუთაშხია მიკისრე, ის გლახა საქმეო. ხომ გესმის ახლა? მართალია მაგი. კარგად იყავი დათა. კარგად იყავი ნიკიფორე. წავიდეთ აბა ჩვენ. კარგად იყავი გიჩი. კარგად. გადავი მაგ.
შველებოდი მინდოდა. სროლის შედეგად იმ სამიდან 2 მოკვდა, 1 გაიქცა და ამჟამად ემიგრაციაში. პოლიციელებიდან კი 2 კაცი დაიღუპა. 3 მძიმე დაიჭრა. აი ეს გახლავთ ბატონებო ყველაფერი, რაც თქვენთვის მინდოდა მიამბნა. ახლა კი გთხოვთ, ბატონებო, გამოთქვათ თქვენი აზრი. ბატონო თუთაშხია, რამდენად შეეფერება სიმართლეს ჩემი ამბობი? მასე იყო თქვენ ბრწყინვალება. მაგრამ ის რითი აიხსნება, რომ ზარნავამ პოლიციასთან შებმა დააპირა და შენ კი თოფი წაართვი. პოლიციასთან შებმა არ დაუპირებია, პოლიციასთან მისვლა უნდა და მას. სათქმელი ქონდა თქვენ რომ დახოცეთ სხვა ხალხია, ეგ ხალხი და თუთაშხია აგერზეს უთოფოთ ჩემს აბზათშივე. საფარი და ალყა მათზე არ ყოფილა. ჩემზე იყო ის. იმ სამი კაცის არც მოსვლა იცოდა პოლიციამ და არც ვინაობა, მე და ჩემი ამხანაგები ვეგონათ მათ. შველად უნდა და მამაძაღ ზარნავას სტამბის კაცების სროლა რომ იყო, მაშინ მიშველებოდა მათ. რომ შეწყდა სროლა? გაიფიქრა ზარნავამ ეშმაკია დათა თუთაშხია გაცემას მიმიხვდება და მოკლავს. შიშმა მოაფიქრებია ის უარგისი ხრიკი ჩემთობს რომ მოგიდა ხელი და გარბოდა. ასე იყო ეს და არც ბატონის ეგეთი დაფიცას გონია. ჩემზე რომ იყო ის ჩაფრები მოყოლილი. ვადასტურებ. მიაქციეთ ყურადღება იმას, გრაფ, რომ მოყვანილ შემთხვევაში დათა თუთაშხიამ თავის ქმედებით ჩაფრებზე თავდასხმას მოუჭრა გზა. მართალია, ზარნავას თურმე სხვა მიზანი ამოძრავებდა, მაგრამ იმ წუთში ბატონ დათა თუთაშხიას არ შეეძლო გაცნობიერებული ჰქონოდა მასპინძლის ჭეშმარიტი მიზანი. ახლა მეორე თოფის წართმევის შემდეგ და ამაზე ზარნავას რეაქციის დანახვის შემდეგ ბატონ დათა თუთაშხიას ეჭვის ნატამალიც კი არ შეპარვია იმაში, რომ მის წინაშე ტიპიური გამცემი იდგა. ბატონ დათა თუთაშხიას აზრადაც არ მოსულია შურის ზიება. იგი მიტრიალდა და წავიდა. ასე მოიქცა დევნილი დათა თუთაშხია და საფიქრებელია, რომ არც პატიების შემდეგ მოიქცევა სხვაგვარად. ბატონ დათა თუთაშხიაზე თუ კი რამ ვიცი. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანს ბრძოლის და დაძლევის საგნად მხოლოდ საკუთარი არსება მიუჩნევია. განარა უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში ისეთი, რომ ამ დიდ ომს სახე და შინაარსი შეეცვალოს. განა შეიძლება ასეთი პიროვნება ვინმესთვის საშიში იყოს. საინტერესოა. არც იქედან, რაც დათაზე ვიცი. და არც აქ მოყვანილი შემთხვევიდან არ ჩანს, რომ ეს კაცი ახლაა საშიში, ან მერე გახდება. ერთია კანონი და წყობილება გვაქვს ისეთი, რომ ჩვეულებრივი ამბავი ხანდახან დანაშაულად ითვლება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ხელისუფლება რა პოზიციას დაიკავებს დათა თუთაშხიას მიმართ. სწორი ბრძანება, ბატონო გოგი. მაგრამ სანამ სახელმწიფო და კანონი არსებობს,
ეგ საკითხი მეტნაკლებად ყოველთვის იდგება. ყოველთვის? სახელმწიფოს გააჩნია გრაფ. დღემდე არსებული დიდი სახელმწიფოების, ანუ იმპერიების ძირითადი თავისებურება მსოფლიო ბატონობისაკენ სწრაფვა. ეს კი დაპყრობითი ომების წარმოებას ნიშნავს. ვინ და რა გზით შეძლებს ადამიანი უცხო მიწაზე სასიკვდილოდ წაიყვანოს და გულში წინასწარ სიძულვილი არ ჩაუთესოს. კაცობრიობის წარსულის ყველა იდეოლოგია ურჩევდა ადამიანს, ბოროტინო იქნებიო. მაგრამ არც ერთს არ შეუქმნია საზოგადოების ისეთი მოდელი, რომლის ძირითადი ნიშანი ადამიანთა ურთიერთსიყვარული იქნებოდა. პიროვნება, რომელშიც სიკეთე, სიყვარული და მშვენიერების გრძნობა სხვა თვისებებს სჭარბობს, შეუძლებელია არ იყოს ძალადობის, ბოროტებისა და მასშტაბე იმპერიის და მისი კანონების აქტიური მოწინააღმდეგე. თუ ეს ასია, მაშინ თქვენთვის ისიც თავისთავად გასაგები უნდა იყოს, რომ დათა თუთაშხიასთან აკაცები სამწუხაროდ იმპერიისათვის უაღრესად საშიშნი არიან. სხვა შეხედულების არსებობა გამორიცხულია. თქვენ ბატონო თუთაშხია სიამოვნებით მოისმენდით. ვიტყვით თქვენ ბრწყინვალება. კედმაღლობით და ამაყი ხასიათით ვიარეთ ჩემი მოწეფული ცხოვრების პირველი ნაწილი. ალბათ ამანაც მიმეყვანა გააბრაგებამდე და მაშინ ვიყავი საშიში სახელმწიფოსთვის. რამდენი მეტი დრო გავიდა, იმდენი დაუნდობლად და განუკითხავად მცემა ცხოვრება, მაგრამ მარტო ამაყი ხასიათის და კედმაღლობის ბრალი არ იყო ეს. ერთისაგან მეორე კაცის დაჩაგვრა მძულ და ბავშვობიდანვე ვერ ვიტანდი ამას. გასაჭირში და განსასწრელში ჩავარდნილი კაცი მებრალებოდა. ხელის გაწოდებას და მიხმარებას მოვალეობად უთვლიდი ჩემ თავს. ამისთვისაც იყო რომ ხვდებოდა. ამასობაში ასაკმა მიმატა. ადრე ჩემი ღირსების შელახვას რომ ვერ ვიტანდი, მერე და მერე თითქმის მიმავიწყდა საკუთარი თავი, ახლა სხვისი ღირსების შელახვას ვერ ვეგუებოდი ვერაფრით. სიცოცხლის ფასად რომ ღირებოდა, მაინც ვებრძოდი უსამართლობით და ძალმომრეობით ლელოს გამტანკაცებს. ჩვენ სახელმწიფოში ასეთი კაცები უმეტესობაა. მაშინაც საშიში ვიყავი სახელმწიფოსთვის. კაი ხანი ვიდექი ამაზე. მაგრამ ბოლო ყველაფერს აქვს. დაუკვირდი ჩემს აქციელს და იმ ადამიანებსაც მე რომ გამოვადექი რამეში. შველა იყო დაცვა თუ ხსნა. ზოგმა ბოროტებით გადამიხადა. სხვა მიმაზე უარესი ჩაიდინა, რასაც ავაცდინე. ვიღაც თვითონ გახდა მოძალადე და ჯალათი, ჩემი წყალობით ღონე რომ მოიკრიფა იმის მერე. არ გის ლაპარაკად. შევაქციე ზურგი ყველაფერს აღარ ჩავერია სხვის საქმეში. დავრჩი მარტოთ მარტო. და მივხვდი არ მოვიკეთი სწორად, მაგრამ მომავალში რა მეკეთებინა და როგორ მეცხოვრა. ვერც იმის გავიგე რამე. ამან მომიყვანა თქვენს წრეში. ვიფიქრე მათიც იან იქნება ის, მე რომ არ ვიცი თქვა. არ იცით, არც თქვენ მგონია, რა საკეთებელი და ნამდვილი საქმე. ერთი კია, მოწყურებული ხართ ჩემსევით. საუბრობთ, ვარაუდობთ, ეძიეთ, რაღაც გზაზედ გახართ მართალი ესეც, მაგრამ სანამ მანდეთან აზრი, მიზანი და საზრუნავი ჩამოყალიბდება, საუკუნე გაივლის კიდევ. გრაფმა რომ შემთხვევა მოიყვანა, იმის განჯაში ის იქნებოდა მართალი, ვინც ასე იტყოდა. სახელმწიფოს იმ კაცის არ უნდა ეშინოდეს, ვინც მახეში გაბმული მებრძოლი კაცების დახსნას არ შეეცდება. აღარ ვარ საშიში. თქვენო ბრწყინვალებო. ამიტომ აღარ ვარ.
არ ვიცი, მივიღებ თუ არა თქვენგან იმ ქაღალდს. და არც ის მგონია დიდი მნიშვნელობა თუ აქვს მაგას ჩემი მომავალი ცხოვრებისათვის. ეგ არის ამდენი წელიწადი გავიდა ვთქვი, მე რამდენჯერ შემოცვალა აზრი ზნე და საქციელი ამ ხნის მანძილზე. არ ვიცი და ვერ მოგახსენებთ. ხვალ თუ 1 წლის შემდეგ რა გზას დავადგები. სიცრუის თქმას არ ვიკადრებ და ვერავის მივცემ იმის პირობას, რომ ჩამიდებენ თუ არა ჯიბეში პატიების ქაღალდს, მაშინვე შევდგები ბერად და იმპერიის დღეგრძელობისათვის ლოცვაში გადავიტყავებ მუხლებს. საითაც გული გამიწევს, იქით წავალ და იმ გზაზე ვივლი თქვენო ბრწყინვალებავ. ეს არის ჩემი სიმართლე. გასაგებია. მე ვხედავ თქვენი მეგობრების დევიზი მხოლოდ იერიშია. ეგ დროის დევიზია თქვენო ბრწყინვალებავ. მაგრამ იერიში დაფუძნებული ადამიანურ თანაგრძნობაზე. და ეხლა მე სწორედ თქვენთან აგრძნობას უნდა მიმართო. ხშირად შეგხვედრიათ დადა თუთაშხიაზე სანდომი ენდაკეთილი ადამიანი. ენდეთ ინტუიციას. გკითხე თქვენ საკუთარ გულსა და გონებას. განა შეუძლია ამ ადამიანს იყოს ზავი, ბოროტი, მრისხანე. განა დევს მის ხასიათში ბოროტმოქმედება და დანაშაული. როდის მე ხომ უნდა ეღირსოს? ჭერს. ოჯახს. მშვიდ ძილს. შევსვათ მანდილოსნის წმინდა ცრემლის სადღეგრძელო. ყველაზე დამაჯერებლისა და ყველაზე შედეგიან არგუმენტისა. ქალბატონ ნანოს გაუმარჯოს. მან ეს არგუმენტი უმშვენიერესი სახით წარმოგვიდგინა. შენ დღეგრძელობისა იყოს ნანო. მადლობთ. ბატონებო, სამწუხაროდ დასასვლელი ვარ. მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მიღებისა, მას მიზღლებისათვის და იმისთვისაც, რომ დღეს თქვენის წყალობით დიდი ხნის სურვილი ავისრულე. გავიცანდა ვესაუბრე დათა თუთაშხიას. ეს კი დათა თუთაშხიას სახელზე შედგენილი პატიების სიგელი გახლავთ.